ოვლად მოწყალე და მოწყალე ღმერთის სახელით. ოპერაცია ნამდვილი დაპირება 4-ის ფარგლებში. აშშ-ის ნავთობ კომპანიებზე რეგიონში ძლიერი შეტევა განხორციელდა კოდური სახელით. დროის უფალო, მოდი მალე. მამაცი ხალხი ქუჩაშია, ხოლო მზაკვარმა და ცრუმთერმა დღეს შუადღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებს შეუტია. იმისათვის, რომ უფრო დააწვეს ხალხს, რომელიც უკვე 16 დღე და ღამეა, ქუჩაში აპროტესტებს, აგრესიებს, ცდილობენ ირანელებზე შურისძიებას, ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ ქონდა ომის მასშტაბის გაზრდის განზრახვა ნავთობის ობიექტებზე და არ სურდა ზიანი მიეტენებინა მეგობარი და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკისთვის. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მთრის აგრესიის გამო ომის ახალ ფაზაში შევედით. ირანის ინფრასტრუქტურის დაცვის საჭიროებამ გვაიზულა დაგვეტევა შეერთებულ შტატებთან და ამერიკელ აქციონერებთან დაკავშირებული ენერგეტიკული ობიექტები. ირანის კეთილშობილო ხალხო, თქვენმა მამაცმა შვილებმა შეიარაღებულ ძალებში მთრის ბოროტების შემდეგ დაიწყეს მძიმე საფასუხო ოპერაცია. სანამ ზიანი არ მიაღწევდა იმ დარტყმის დონეს, რაც ჩვენ მივიღეთ, მათ ცეცხლი წაუკიდეს ნავთობის ობიექტების კომპლექსს, რომელიც რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებად ითვლება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მტერს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხა თავს. პასუხი უკვე მიმდინარეობს და არ დასრულებულა. თუ ეს განმეორდება, თავდასხმები მათი და მათი მოკავშირეების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე არ შეცვლება, სანამ სრულად არ განადგურდება. ჩვენი პასუხი ამ ღამის თავდასხმებზე ბევრად მკაცრი იქნება. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საზღვაო ძალებიც აგრძელებენ ოპერაცია ნამდვილი დაპირება 4-ის. ოპერაციის 73 ტალღაში მან გაანადგურა საკვანძო სამიზნეები მანჰეტენისა და ალდაფრას ბაზებზე, ბეტმფრენების ბაზაზე, ალაზაირი ამერიკელი ტერორისტების და მინას ბაზაზე. სალმანი, ამერიკელი ტერორისტების მეხუთე ფლოტის შტაბი. ამ კომბინირებულ სარაკეტო დრონების ოპერაციაში ეფექტურად დაიბომბა მანჰეტენის ბაზის სარდლობის შენობა, სათვავის აუზები და აღჭურვილობის საწყობები. ალაზაირის ბაზის ადრეული გაფრთხილების რადარები და ცენტრალური პანდუსი ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა. ტერორისტების ავიაბაზების სათვავის აუზები და ადრეული გაფრთხილების რადარები. ალდაფრას და მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას მინას სალმანშიც ძლიერი დარტყმა მიაყენეს დრონებმა, ფთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტებმა. მამაცი კაცებმა აეროკოსმოსური ძალებიდან და რევოლუციური გვარდიიდან სიონისტური რეჟიმის სამხედრო ცენტრებს დაარტყეს 73 ტალღის გაგრძელებისას. ოკუპანტს, ბავშვების მკვლელს, ოკუპირებული ტერიტორიების სამხრეთში მრავალთავიანი ქობინის რაკეტით დაარტყეს და ამ შეტევამ განსხვავებული კადრები გამოიწვია. გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ მტერი დამპყრობლის 2 დრომი თეირანის საზზე არმიის საჰაერო თავდასხმის სისტემებმა გაანადგურეს. ომის განმავლობაში მთრის მოცინავე დრონები ხშირად ხდებოდა ინტეგრირებული თავდაცვის ქსელის სამიზნეში შეტევამდე. ირანის შეიარავებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები გრძელდება. გამარჯვება მხოლოდ ალლაჰისგან მოდის, ხოვლის შენძლე და ბრძენი. დილამშვიდობისა, ირანული ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნა გაშვებული შუაღამიდან, სულ მცირე 7 სერია ამ ქვეყანას ესროლეს. ზოგი ჩამონგდები ამ ქვეყნის ცაზე რაკეტებს ჩამოაგდებდა, მაგრამ ღამით სხვადასხვა ადგილას აფეთქებები მოხდა და მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. დასავლეთ სანაპიროზე 3 პალესტინელი ქალი მოკლეს, რამდენიმე დაშავდა. ისრაელის ცენტრში მუშა საბრძოლო მასალის ნარჩენების გამო დაიღუპა. დასავლეთ სანაპიროზე ეს ქალები სილამაზის სალონში რაკეტების თავდასხმისას იყვნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ისაუბრა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც ამ სროლებს იგერიებენ. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან. ეს დამტკიცებულია. სამწუხაროდ დაცვა სრულყოფილი არ არის. ჩვენ სისტემებს ვიყენებთ ამ რაკეტების შესაჩერებლად. ფრაგმენტული რაკეტები ომის დანაშაულია, როცა ტერორისტული რეჟიმი მათ მოსახლეობის ცენტრებისკენ მიმართავს. სხვაობა ჩვეულებრივ რაკეტასთან მხოლოდ გაფანტულობაშია. რაკეტის ნამსხვრევები დაეცა იერუსალიმის ძველ ქალაქში. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ კვირის დასაწყისში დიდი ირანული ნამსხვრევი დაეცა წმინდა საფლავის ეკლესიის ახლოს. იერუსალიმის წმინდა ადგილების შიდა ფრონტის სარდლობის ბრძანებით უსაფრთხოების გამო დახურულია. კიდევ ერთხელ ხედავთ რაკეტის ნამსხვრევებს ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში. პოლიციის პრესპიკერი ასე აფასებს სიტუაციას.
წმინდა ადგილების დახურვის გადაწყვეტილება, რომელიც შიდა ფრონტის სარდლობის მითითებების შესაბამისად იქნა მიღებული, სიცოცხლის გადამრჩენ ღონისძიებად დამტკიცდა. დღეს ირანული რაკეტის ნამსხვრევები ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა გზის გადაჭრის ოპერაციის შემდეგ. რეგიონში ესკალაცია, აშშ-ში და ისრაელი აგრძელებენ ირანის რეჟიმზე შეტევას. ირანი კი პასუხობს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ისრაელს. მეგობრებო, ტრეი, ვიცით ვინ მართავს ქვეყანას, გუშინ უმაღლესმა ლიდერმა ზოგადი განცხადება გააკეთა შურისძიებაზე, მაგრამ ვინ მართავს ისრაელების აზრით, ვინ მართავს ქვეყანას? კარგი კითხვა, უცნობია ვინ მართავს ირანს, ამ დროისთვის მტკიცებულება არ არსებობს, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი მოსტაფა ქარიმი ცოცხალია. გუშინ ღამით სახელმწიფო მედიის საშუალებით მან თითქოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვა შურისძიება ალი ლარაჯანის სიკვდილისთვის. ლარაჯანი იყო მთავარი ოფიციალური პირი, რომელიც დაახლოებით 48 საათის წინ მოკლეს. ჩვენ ხედავთ ისრაელელებისა და ამერიკელების მცდელობას გაანადგურონ დარჩენილი ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ ლარაჯანი. გუშინ ჩვენ მოვიყვანეთ ირანის დაზვერვის მინისტრისა და ბასიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთაურის ციტატა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ირანელები ცვლიან ამ ლიდერებს და აგრძელებენ, ისინი აგრძელებენ სროლას სხვადასხვა ადგილებში მთელ ახლო აღმოსავლეთში. ტრეი, გუშინ ერთი ქალი გამოკითხეთ, ის ირანელია. მან ისაუბრა ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და მათზე ვინც კლეს. და მან გითხრა. მან თქვა, რომ ირანში მისმა მეგობრებმა და აჯვახახმა უთხრეს, რომ შესაძლოა აფეთქებამ ახალ ლიდერს ფეხი მოეჯრაო. ის ძლიერი სედაციის ქვეშაა, ჯერ არ იცის, რომ ლიდერია და შესაძლოა რუსეთში იყოს. ამბობენ, რომ მოსკოვიდან თვითმფრინავები ჩამოვიდნენ მის ამოსახვანად და ის იქ მკურნალობს. რა მეგსმენიათ? არ მსმენია და ვერ დავადასტურებ, თუმცა ცნობილია სერიოზული ეჭვები თუ ვინ მართავს ირანს ომის დროს. რეალობას ადგილზე უნდა დავაკვირდეთ, ფაქტია, ირანს კვლავ შეუძლია რაკეტებისა და დრონების გაშვება ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. რამდენიმე დღის წინ ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ისრაელზე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ამიტომ ეს ჯერ დასრულებისგან შორსაა. ირანმა გუშინ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით სპარსეთის ყურეში აჩვენა, რომ მზად არის კონფლიქტი გაამწვაოს და არტყას სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც მისთვის არ შეუტევიათ. ტრეი, საუდის არაბეთის პრინცმა ფარხანმა განაცხადა, ის მცირე ნდობა, რაც ადრე იყო, მთლიანად გაქრა. შეტევები ჩემსა და მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც კონფლიქტში არ არიან ჩართული, მხოლოდ ეს მაინტერესებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სხვა ინსტრუმენტს, რომ შევაჩეროთ ეს შეტევები. თქვენ ფიქრობთ, საუდის არაბეთის შეტევაზე გადავა? კი. დიახ და არა მხოლოდ საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა იღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს ირანის წინააღმდეგ პირდაპირ ჩართვაზე, რაზეც ლუკასი მეცი საუბრებს. გუშინ ჰასლაფამის ობიექტზე თავდასხმა კატარში ამ კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაცია. ეს არის მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი. გუშინის ბალისტიკური რაკეტების სამიზნე იყო 8 საათის წინ კატარში მაშველებმა განაცხადეს, რომ 3-დან 2 ხანძარი კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს ესკალაცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინოს ეფექტს მოახდენს და სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა. ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში მომხდარის გამო გაბრაზებულმა ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს ძალადობრივად დაარტყა. ეს იყო თავდაპირველი თავდასხმა, რომელმაც ირანის საფასუხო ქმედება გამოიწვია. თავარი საკითხი ისაა, რომ ახლო აღმოსავლეთში სწრაფი ესკალაცია მიმდინარეობს. ეს აჩენს კითხვებს კონფლიქტიდან გამოსავლებთან დაკავშირებით. და როგორ უზრუნველყოფენ ტრამპი და სხვები, რომ ირანი შეწყვეტს თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელსაც იქნებს არა მხოლოდ ზევაილი, არამედ მსოფლიო.